კარგი ამინდია თბილისსა და თელავში, სადაც ქართული ღვინის დღეს აღნიშნავენ. ქალაქის ქუჩებში შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა სახეობის ღვინო და გაეცნოთ მისი დამზადების ტექნოლოგიას. თამარ ბუბაშვილი ესწრება ღონისძიებებს და ის ახლა პირდაპირ ეთერშია. თამუნა, შენ თუ მოასწარი უკვე ღვინის დაგემოვნება? ნუცა, ჯერჯერობით სამწუხაროდ ღვინის დაგემოვნება ვერ მოვასწარი, მაგრამ რამდენიმე მათგანი შევარჩიე და აი ჩართვის დასრულების შემდეგ აუცილებლად დავაგემოვნებ. თუმცა ჩემგან განსხვავებით აქ საკმაოდ ბევრი ადამიანია, რომლებმაც უკვე გასინჯეს სასმელი და სხვათა შორის არა მხოლოდ ერთი სახეობის. ვარდების მოედანზე დილიდან არის ხალხმრავლობა, აქ 18 კომპანიაა წარმოდგენილი და მათ რამდენიმე ათეული სახეობის პროდუქცია აქვთ მოტანილი. ასევე კონცერტიც მიმდინარეობს ვარდების მოედანზე, ფოლკლორული ანსამბლები ზრუნავენ აქ მოსულების განწყობაზე, ფესტივალი დღის ბოლომდე გაგრძელდება. ღვინოები არის მრავალფეროვნა და არის დაახლოებით წარმოდგენილი 30 სახეობის ღვინო და შეგიძლიათ გაათვალიეროთ, გადახედოთ საკმაოდ დიდი მრავალფეროვნება დღეს ქართული ღვინის დღეს. ღვინის სააგენტომ გააკეთა ასეთი მიმართულება, რომ პოპულარიზაცია გაუკეთოს ჭაჭის და ღვინის კოქტეილებს. ეს არის ჭაჭის და ღვინის კოქტეილი, აქ არის საფერავი ჭაჭა და სიროპი და ლინის წვენი. აქ არის მარტო ღვინის გარეშე. იქ არის ნაყებთან ერთად. ღვინის სახეობებში დიდად ვერ მოგვი, თუმცა დღევანდელი დღე რაღაცა ექსპერიმენტებით გამოვიყენა და თითქმის ყველა გავსინჯეთ. ნორმალურია, დიდი ექსპერტი ვერ ვარ, მაგრამ მოწამებას გამოვხატავ. სხვადასხვა ღვინის დაგემოვნების საშუალება ეძლევათ კახეთშიც, თელავში მიმდინარეობს ასევე ღვინის ფესტივალი. თელამინო 2015 ასეთ ქვია ღვინის ფესტივალს, რომელიც დღეს დილით დაიწყო თელავში და საღამომდე გაგრძელდება. თელავი უკვე ამ დღის პარკლებში მეორედ მასპინძლობს ფესტივალს თელავინო. ეს სიმბოლურიცაა, ვინაიდან თელავი არის საქართველოს ღვინის დედაქალაქი და თელავი იძენს იმ მნიშვნელობას, რასაც ჰქვია საქართველოს ტურისტული მგზავრი. წარმოდგენილი გვაქვს სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინოები, როგორც არის ქინძმარაული, ალაზნისველი, ახაშენი, აგრეთვე წარმოდგენილი გვაქვს როზე, ფაქტიურად ყველა ღონისძიებაში მზადდებია თურქეთის. ღვინის ფესტივალი, რომელიც თბილისში მიმდინარეობს, რამდენიმე საათის წინ იმყოფებოდა საქართველოს პრემიერი, ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრი, თბილისის მერი. მათ დაათვალიერეს ის სტენდები, რომელიც გამოფენილი არის აქ ვარდების მოედანზე და ასევე მათ პრემიერმაც დააგემოვნა სასმელი. როგორც გითხარით, ვარდების მოედანზე მიმდინარეობს ფესტივალი და ის დღის ბოლომდე გაგრძელდება. მადლობა, თამუნა, შერჩეული ღვინო და სადღეგრძელოც არ დაგავიწყდეს. თამარ ბუბაშვილის საუბრობდა პირდაპირ ეთერში.